გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. მოკლედ მე ახლა ვიყოფები ჰავაიზე. პირველად ვარ, სხვადასხვის აქ. უკვე დიდი ხანია მარკ ზაკერბერგმა, ჩემმა მეგობარმა და MMA-ის გულშემატკივრმა დამპატიჟა, მაგრამ აქამდე იცით დაკავებული ვიყავი და ეხლა ჩემი ბოლო ბრძოლის შემდეგ მივეცი თავისუფლება, რომ ჩამოსულიყავი ცოტა განტვირთვა ვარჯიში და მოკლედ ჰავაიც ნახე პირველად და მარკ ზაკერბერგსაც უფრო დავახლოვდით, მასთან ცხოვრობ სახლში, ესეთ რაღაცა საკუთარი დიდი ტერიტორია აქვს, რა თქმა უნდა და მოკლედ დღეს კიდე ერთი სპარინგი რაც ვივარჯიშეთ, კი ნახავდით ალბათ ინტერნეტში დავდეთ და ხო მოკლედ ხო კვირას ჩამოვედი აქ და მოკლედ ხო ყოველდღე ვარჯიშობთ, კარგად ვერთობით, სხვადასხვა ძალიან აქტიურია, ზღვაზე სერფინგს აკეთებს, აქ ძალიან ბევრი გარეული ღორებია და საღამოობით ნადირობთ ხოლმე, სხვადასხვა კიდე სხვა ცხოველს არ ნადირობს, მაგრამ ისე არიან ბევრი რაღაც ცხოველები, აი თუნდაც მაგალითად გარეული კვატები და სხვა ცხოველები იჩითებიან მოკლედ. და რავი, ძალიან შვიდი, კარგი გარემოა, რაღაც საოცარი ამინდია. და მოკლედ მარკი სხვადასხვა ძალიან სერიოზულად ვარჯიშობს MMA-ზე. თავისი საკმაოდ კარგი გუნდისგან შემდგარი სპარი პარტნიორები იყავს, რა თქმა უნდა, კარგი მწვრთნელი და სერიოზულად უდგება ვარჯიშებს და მოკლედ მაგრად ვარჯიშობს და მოკლედ ადევნებს თვალს თითქმის ყველა UFC-ს ბრძოლებს და მოკლედ საკმაოდ და სხვადასხვის მითხრა, რომ ძალიან ეხმარება ვარჯიში თავის საქმეში ფოკუსირებაში და დილით 7 საათზე ვარჯიშობს ხოლმე და მე მთელი დღე რა თქმა უნდა მუშაობს და სამი შვილი ყავს, მეუღლე ეს შემდეგ და მოკლედ მაგარი კაცია და წარმატებები მარკს და რის თქმა მინდა. ხო, მოკლედ საქართველოს ჩამოვიტანე საჩუქრები მისთვის და ეხლა გაჩვენებ თუ რა საჩუქრები უნდა გადავცეთ მარკ ზაკერბერგს. ეხლა გაჩვენებთ, შევატრიალებ კამერას. მოკლედ ჩვენი ყველაზე ძვირფასი ალბათ ვეფხის ტყავსანი, ესეთ ლამაზ ქვებში არის და თვლებში არის. ეს რა თქმა უნდა ინგლისურად ახსნა განმარტებითი რაღაც სერტიფიკატი, ანუ ესეთი ინგლისურად მოკლედ და ესეთი ძვირფასი თვლები აქვს ამას. ესეთი მოკლედ შემდეგ რა თქმა უნდა და მოკლედ ეს არის შოთა რუსთაველი, თავისი ნახატებით ინგლისურად ასე შემდეგ და ასევე ჩვენი არგონავტების ნავი, რომელიც გოჩა ბაკურაძემ გაუმატანა ქუთაისელმა კაცმა. ესე იგი ეს მინიატურა არის, რა თქმა უნდა, ზარაფხანას მიერ დამზადებული, ეს ნავი არგონავტების და ეს მინიატურა შექმნილია ბერძნული ლეგენდის მიხედვით ტროას ომამდე ძველი წელთაღრიცხვით მე-13 საუკუნეში, ანუ ამ გემით შემოვიდა იასონი და არგონავტები კოლხეთში ოქროს საწმისის მოსაპოვებლად, მოკლედ ესეთი რა თქმა უნდა აქ თავისი წარწერა აქვს, რომ ბატონ მარკ ზაკერბერგს ქართველი ხალხის და ამერიკელი ხალხის მეგობრობის ნიშნად, ესე მოკლედ და ასევე მოკლედ ასევე ქუთაისე წიგნი, რომელიც ეს გოჩა ბაკურაძემ გაუმატანა, რომელიც რა თქმა უნდა ხედავთ რომ ბაგრატის ტაძარი და ეს მოკლედ ქუთაისია ესა, რა თქმა უნდა ჩვენი ამაქალაქი აქ დავით აღმაშენებლის საფლავი გელათში.
ანა კიდე გამერხო, მოკლედ ესეთი. მოკლედ აი და ანუ ეს კომპანია GA Logistic-მა გაუმატანა წნორის ლომი, მოკლედ ესე ჩვენი ერთ-ერთი საამაყო. ეს სუვენირიც ზარაფხანას მიერ არის დამზადებული და ეს სუვენირი შექმნილია წნორის არქეოლოგიური გათხრებში აღმოჩენილი ოქროს ლომის ქანდაკების მიხედვით, რომელიც ძველი წელთაღრიცხვით მე-3000 წლეული თარიღდება და მოკლედ ესეც რა თქმა უნდა საკმაოდ დიდი ზომის არის, სხვა შორის საკმაოდ მძიმეა და მოკლედ ესეთი საჩუქრები ჩამოვიტანეთ, რაც თითქოს საქართველოს ისტორიას უფრო გავასწრებ და რა თქმა უნდა ჩემი მერჩი, ტეიქდაუნის მერჩი, რომელიც რა თქმა უნდა ჩემი ლოგო მაქვს და რა თქმა უნდა ჩემ ლოგოზე ქართული დროშა და მოკლედ ესე რავი ეგეთი ამბები. სხვა შორის ეხა ხო დეკემბერია და ძალიან თბილა აქ, მაგრამ ეხა ტროპიკული წვიმები არის რა. და აი რათა ძალიან სუზაფხულია აქ რა ჰავაიზე და მაგარი ადგილია ძალიან და კარგია მოკლედ. ჯერ ჩემს ჩხუბზე რა თქმა უნდა არაფერი არ არის, უნდა დაველოდო პიტერიანს, ნუ იცით რომ მე როცა მოკლედ იცით რომ მე ჩემზე რა იყოს გადაწყვეტილება მისაღები 2 თვეში ან 3 თვეში დაბრუნდებოდი, ანუ მარტში ფიქრობდი დაბრუნებას, მაგრამ ეხლა ეგ არ გამოვა, ალბათ კარგი იქნება თუ აპრილში ისურვებს პიტერ იანი დაბრუნებას ან მაისში, იმიტომ რომ ნამდვილად არ მინდა ზაფხულამდე მოცლა და ეს ჩვენი ბრძოლაც თეთრ სახში არ გამოვა, იმიტომ რომ და არც არის პრობლემა, თავარი ის არის რომ რა თქმა უნდა UFC ძალიან დიდი მადლობა გადამიხადეს კიდევ ერთხელ და ნუ დამპირდნენ და მითხეს რომ მოკლედ რა თქმა უნდა კამარზე იქნება ჩემი შემდეგი ბრძოლა რიმატჩი იანის წინააღმდეგ და მოკლედ რავი მე რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებ ამ ტრილოგიის მოსაგებად, ქართულად არ ვიცი რა ქვია, ნუ რიმატჩია, მაგრამ ჩვენ მე-3 მოგვიწევს ბრძოლა, როგორც იცით, 1 იერზე გვაქვს ანგარიში. ხაროთ ბოლოს არ წავიდა ჩემი ბრძოლა ისე როგორც მინდოდა, იყო რაღაც მიზეზები, როგორც იცით, მიზეზებს არ ვეძებ და არ ჩამოვთვლი, ეხლა რა თქმა უნდა იყო მიზეზები, მაგრამ შემდეგ ბრძოლაში ყველანაირად გამოვრიცხავ მაგ მიზეზებს და შევხვდები 100%-ით, ნუ 100% რა თქმა უნდა არასდროს არ ვიქნები ჯანმრთელი და მზად, მაგრამ ნუ მაქსიმალურად ვეცდები რომ უტრამოთ ვიყო და რა თქმა უნდა ფორმაში ვიქნები, როგორც ჩანს რომ მანამდე დალოდება მომიწევს და მოკლედ პრობლემა არ არის. მე ვარჯიშობ თუნდაც აქ ჰავაიში დღეში 2-ჯერ ვარჯიშობ, ხალხ შორის. ნუ დილით მარკი მხოლოდ ერთხელ ვარჯიშობს დილაობით რა, დილის 7 საათზე, მაგრამ მის გუნდთან ერთად ვარჯიშობთ ხოლმე საღამოს 5 საათზე კიდე მეორე ვარჯიში და საკმაოდ ნორმალური ბიჭები არიან, ნორმალური გუნდი ყავს და საკმაოდ კარგ დატვირთვას ვიღებ რა და მოკლედ ესეთი ამბები. და კიდევ ერთხელ ვეთქვი ყველა ჩემს გულშემატკივარს დიდ მადლობას და ასევე წარმატებას უსურვებ ყველა ქართველს, ყველა კარგ ადამიანს და მეგულეთ მეც თქვენ გვერდში. და ეგეთი ამბები. მიყვარხართ და აბა თქვენ იცით. აბა დროებით. ენოშტო